გიმიძინება უკვე. Paime დედა. რა ხდება? Paime, ტუალეტში გავდიოდი და უნიტაზზე ვიღაცის მე მგონი სეპტემბერში ჩუქიც ვეღარავანთე. რა ვიღაცის? ეხლა ვიჭველა გიბარ და საყიდან წავალ. ომარიკო ხო არადი? არა, ომარიკო წინავს რა ხანია. როგორ შემეში და აშკარად რაღაცა სილუეტი დავინახე რა, ადექ წამოდი გამომყევი. და შემეში და ლამის აღარ დამჭირდა ტუალეტში წაჭებდიოდი. მისმინე ვიდრე ჯუსტი ისროლია ბოლოსკენ და თუ უკან გასულა ის იგი ვიღაცა. წამოდი რაც არის ეგარი მეშევალ, ოღონდ წინ შენიარე. შენ თუ შედიხარ წინ რატოვიარო? რა საკეთებ? Paime დედა. რა იყო ომარიკო გული გამისკდა, ვერ გავიგე. ტუალეტში შედიხართ? არა დაგითმობთ შედიმიდი. კაი. და არავინ არ ყოფილა კაცო. წამოდი დაიძინე ერთი მეც დავწვევი და დამშვიდი ახლა ცოტა. კაი მე წავიდი ვიძინებ. Paime მიშველეთ. რა მოხდა ვინ არის? არა, არაფერი, დასაკეთე სარეცხი დამეყრია საწოლზე და მე მეგონა ვიღაცა იწვა. მიდი დაიძინე ხო. ინგა ბრძოლა წესების გარეშე დაიწყო, მოდი უყუროთ. მოვედი აბა, ნახოთ ერთი ვინები ეჯიბრებიან. დავინახე ხო. დედა რა მოტკეცილი შორტები აცვეთ რა არის ეს? დე უყური ახლა ესენი ეჯიბრებიან ერთმანეთს და ისე უწყავენ შენ რო იცი ხოლმე. დაარტყი და მე იტაყვე. ნუ ბოდიალო ომარიკო ოღონდ რაღაცებს რა. შეხედ როგორი პროტეზები უკეთია ტკბილებს, მზიაბებოსნაირი. რა მზიებებოსნაირი დამცავებია ეგენი. შეხედე დაიწყო. დედა როგორი გამეტებით ურტყავენ კაცო ერთმანეთს, მსაჯი სად არის? დედაში თირკმელში ჩაარტყა, რაღაცა იბარგება ეს. დე ლურჯები რო აცვეთ ტურნირი მაგ კაცმა მოიგო. ისე უწყა იმას რომ ცეცხლები მოდიოდა. ხო ძლიერია ეგ აშკარად. დედა სად შეაყოფინა კაცო თავი? გაიხედე ომარიკო იქით. სულკით გაიხედეს მეუბნევი ხოლმე, სერიალებზეც კოცნაობა როა. შეხედე ინგა ნიკნებს ხო ჩაარტყა წიხლი. ეხლა იმ თოკებზია რომ გადმოხტება იქიდან და სულ დალიწევს ძვლებში. Paime დედა, რა არის რეებს უყურებთ ანასტასია, ბავშვს აყურებინებთან. გამორთეთ კაცობა, არ მომეწონა მე. მე არ უყურო შენ ჩვენ უყურებთ. ესე იგი, წიხლი, მუშტი, იტაკვი. დედა რა კარგი ილეთია, კაცო, სად ვიყავი აქამდე. ვასო ტუალეტში ვარ ხათა რო გამოვალ გირეკავ. დე ვიღაცა კარზე. გამარჯობა, თქვენ ხართ ხო ჩალიჩა სანტექნიკი? მობრძანდით. არა გაბატონო, მე რა მიმქვია, ჩალიჩა თვითონიც სანტექნიკის კომპანიაზადაც მუშაობ. თვითონ ფირმის სახელია ჩალიჩა? ხო, ცოტა კი ავირიე, ხო, აი კითხელ მარცხნივ არის ვანა ტუალეტი. აი შემობრძანდით. დე ტუალეტში ვარ ასაკეთებ. გამომარჯოს პატარა ბიჭი. გამარჯობა. არა უშობს ომარიკო არ ვიყურებით მანდეთ. მოკლედ, აი ეს არის ხელსაბანი, ხო და სადღაც მე მგონი რომ წყალი წვეთავს რა, იმიტომ რომ მე დილაობით ხვდება ხოლმე სველი იატაკი და აი ნახეთ ნესტიანია მე მგონი ქვემოთ კედელიც. აი. გასაგებია, ეს წყლის მილის ამბავია ყველა ვარიანტში. ამას დიაგნოსტიკის აპარატით დავადგენთ ჩვენ. რა ადგილას არის უცბად და მარტივად მოგვარდება. აპარატით. ხო, ეხლა მე თქვენ კომპეტენციაში არ ვერევი ნამდვილად. Paime კიდე რა მინდა? მე თქვენ დაგირეკეთ იმის რა საკანალიზაციო მილის გაწმენდაზე. ხო, იმიტომ რომ ახლა აგერ ჩემ ბიჭს ცოტა პრობლემური კუჭნაწლავი აქვს, ხო და ამას თუ შეკრულებები და რაღაცები დაიწყო მე ხო საერთოდ და პარეხა ესეც მოვაწეს როგორ თუ შეიძლება. დე რელებს ამბობ. გოდით რა 2 წუთი და გამოვალ. სად გავიდეთ კაცო, დიაგნოსტიკას აკეთებს ვერ ხედავ. კენი უცბა და გადინიდი. ახალი შემოსული ვარ. იყავი მაშინ ახლა რა გავაკეთო? არ გიშლი შენ ხელს. აი, ნახეთ გაბატონო, ეს მწვანემილი არის გამსკდარი. აქედან წვეთავს და ესასვენებს კედელსაც. აი, შეხედეთ. დედა, ჰაერიც აქედან ეპარება თუ რა ხდება, არ ვიცი. ონკასაც რომ მოუშვებთ კაცობები, რაღაცა თხრიალის ხმა აქვს თავიდან. გაჩვენებთ ეხლა. ხო, ეს არის თხრიალის ხმა. აი უყურეთ. ჩართი მიდი. ყავები მზადა და სნექებიც გვაქვს. აუ რა მომეწონათ ეს ფილმი ეგრევე წავალ აქედან. ხო გითხარ ჯობის წიგნა კი ჩართეთ მეთქი. ჯობის წიგნა კი ზეპირად ვიცი უკვე 17 ჯერ მაქვს ნახი. თიკოს 8 ჯერ. შეკიდე შენი შეყვარებულების ჯამური რაოდენობა რო 2-ზე გამრავლო იმდენჯერ. აუ ერთი წუთი მომასმენინეთ რა. ანუ ეს ბავშვი ვინო, ამ კაცის შვილია? არა, ეგ ბავშვი არის ამ ქალის შვილი და ეგ კაცი ამ ქალის მეორე ქმარია. სადღაც გადავიდნენ ახალსახში საცხოვრებლად დღესთან ახლოს. აუ გულდი კარგს არაფერს არ მიგრძნობს.
რანაირად მოკვდა ეს ბავშვი? მოიცა ეს ფილმის შესავალი იყო? აუ რა ჩამირთეს ეს? მე რა მგონია ეს თეთრში რო ორმოა მოთხრილი კარი რაღაცა დამარხული უეჭველი. ჯადო. აუ სამი წელს რო ვიყო ვინ გამროიპოვო ეცით სახში ჯადო? რაღაც თოჯინა იყო და ნემსები ქონდა შეგდით ჩარჭობილი. მე გაიკვირო თუ მე ჩამიდი ეგ თოჯინა ნემსებზე ძაფების ყუთში. მოგდა შეჭობია. დაინახეთ უკან მოჩვენება ამ რო გაიარა. ფარდა იყო ეგ. მოჩვენება ყოფილა. აუ წყალი არ მოგიტანია. დაგიზალოტოსმა პირი დამწვა. არა არ მომიტანია გადამოიტანე. გამორიცხულია ვერ გავალ მეშინია. რა გეშინია გადაობ? თუ ვერ გეშინია შენ გადი. არა მე ვერ გავალ მეშინია. წყალზე ხო ტუალეტიც მომინდა ძალიან მებზია. ტუალეტში კიდე მარტო ვერ გავალ შანსი არ არის. ის მინდა რა ქნე ციმან კარადაში ქვემოთ არის ომერიკოს ძველი გარშუკი და ეგ გამოიყენე. იქით დადიოღოთ შემოსასვლელისკენ. აი ვიპოვე კი. აქეთ არ გამოიხედოთ. ანასტასია მოვედი მე. თეკლა რას აკეთებ შვილო? გადააგორე მიდი კვერცხი. ხო, დამაცადი. განათლოსო თქვი. განათლოს. ვინა განათლოს? კოტე პაპა უნდა განათლოს ღმერთმა. და როგორ ანათლებს? ესე გრამდეს ლაპარაკობს, ამდენს. სალაპარაკოთ ხალხი წამოსული. ანც ესე გახსენე გვენაშენ. გუნოს კი გავხსნი, მაგრამ რა ვჭამო? ხაჭაპური დამწვარია. ეს კატეტები კიდე ვინ გაახვია სალფეთში სუზადაკ მიკრული? აგერ ქათმის ხორცი შეჭამე. არა მაგას ვერ შევჭამ, კანი აქვს. ახლა ჭამდა იყამე ეგრე. პრეტენზების ადგილია გასაფლავზე. ამათ მალახად ყოლე გამიწაჭირო წევნან. კარგი გაჩერდი ახლა კაცო იყურება ხალხი. მომეცი ერთი ღვინო, მოვიგონო მე. წამა ჩემი იყო დიდებული ადამიანი რა. გაგანათლოს კოტე გიორგევიჩი. რა არის კაცო ეს? შინდის წვენი აქვს წამოღებული. და ჩემი სიკოძენე. ესე ვერაფერს ახალს მომკო, აღარ უყურები თვალდანა. პერსონაჟს ახალ ნამეცნო. ისე კი უყარდა ახლა ცხოვრებულს შინდის წვენი. ანასტასია გადააგორე მიდი შენ კვერცხი ახლა. ოღონ წასვლამდე ესენი წამოკრიფეთ სულ, იმიტომ რომ იქით გობახიძებთ უნდა გადავაგორო კვერცხები და მეტი აღარ მაქვს შეღებილი. აქ ეს საფლავი ხო არ იყო ხოლმე? ვაიმე, შარშან დაიღუპა ვალერი, ის საცუდავად მოკვდა. საცუდავად როგორ მოკვდა? რა ვიცი, ნაკვეთში მუშაობდნენ თურმე და კომბაინით, ანუ კომბაინის იმან ჩაიდრია. ახლა მართლა ახლა მინდა კატლეტი. ბებო, სანთლები დაგავიწყდა. და შენ მოგიკდეს თავისი არა. როდეს სამიყვა კოტია გაკონა, როდეს სამიყვა. ინგლისურ უთხრა ბურგერი ბიუ გამოვიძახე. თქვენი სიხისები ხართ, იცი, ერთ დღეს ადგე და აღარ გავაკეთო საჭმელი. დაიღოცოთ ფშივრები რა ვქნა. აუ კაი რა, დედახოცით მაშინ დავიხოცებით ეგ ბორში რო ვჭამოთ. რაღაცნაირი გემო აქვს. ცოტა მარილი მომივიდა ახლა ზედმეტი, ხო და კამაჩაბაჭერი შეცდომი. დანარჩენად რა ვიცი ახლა ოქროს დავით ბორშია. ჩუცუთ კურიერი გავს. გისმენთ. კითინდუელი შემოხდა. Hello. Hello, I have your order and I'm near the building. Wait a minute. You are not near my building. Go left and left again. Left and left? No, there's a big dog here. I can't. What do you mean? შეხედე შე როგორ ლაპარაკობს ეს ინგლისურად. ინსტიტუტში რაღაცა სწავლობს მე მგონი მართლა. Please come upstairs. I will open the main door for you. This is the building. There's a woman with a walking stick in her hand. Do you know her? Yes, it's Nunu with one kidney. Don't give her my burgers. Give her your burgers? Okay. No! Pusheni გამიკიშა. არ მკითხო როგორ, მაგრამ ჩვენი ბურგერები სალთ ერკველა ნუნუს აქვს. დაიცადე გადავძახებ. ნუნუ! ბეგიძახი. ჩვენია ეგ და ბავშვა მოვაგზავნი ახლა და გამოატანე. რასაც უკრათ მოგიტანეს, კაცო, ჩვენია ეგ. ნუნუმ წაგვარწვა ბურგერები. ამას თუ არ ჩაუვარდა ქვემოთ ნახავს რა. ის რა ჭკაპურიც თო მოხდა ხელში შემოაკვდება და ეგ იქნება რა. ვაიმე 200 ლარი მჭირდება და საიდან მოვიტანო ვეღარ მოვიფიქრე რა. ანუ გადაწყვიტე რომ იზმანები მიყიდო ხო გუში რო გაჩვენი? რა ზმანები გოგო, წიგნების ფესტივალია 25-დან 28 მაისის ჩათვლით. ზმანები. მე მაქვს 200 ლარი. ოღონდ იმ პირობით მოგცემ ნარუტოს ეთამაშოს თუ მიყიდი. 200 ლარი საიდან გაქვამარიკო?
საიდან და 100 ლარი მზიაბებო მომცა, 100 ლარი ლევანიცია, მაშინ ზესტაფონში რო ვიყავით და 50 ლარი ლიადედა მოჩქვა დაბადების დღეზე. 250 ლარი გამოდის. ელემენტარულიც რო არ იცი. ოი ხო, 250 ლარი მქონია. მოგცემ თუ მიყიდი იმ სათამაშოს. და მაგდენი ფული თუ გაქვს, პირდაპირ შენ თვითონ გეყიდა. ვაიმე მარიკო, მოდი 200 ლარი მომეც 50 არ მინდა ჩაგასესხებ ორ კვირაში. ხო, ვაიმე რა კარგი ამდენ წიგნებს ვიყიდი, ჰა? თან ეს გამომცემლობაც იქნება, კაცო, წიგნები ბათუმში გამოდიან, ხო? დელფინიანი წიგნები რო არის, ხო? აუ დელფინზე გამახსენდა, კუპალნიკებიც საყიდელი მაქვს. აჰა, მოგიტანი 200 ლარი. ოღონდ ორ კვირაში უნდა დამიბრუნო. ვაიმე რა შვილი მყავს სამაყო. აუცილებლად ჩაგასესხებ მარიკო, როდის მომიტყუები ხარ მე, ხო? ყალბი ფულები აქვს. აუ თუ არ გამოდიან ბავშვები, მარტო ჩვენ როგორ ვითამაშოთ დამალოვანა. ცოტნე როგორც ყოველთვის დედამისმა კოჩრი წაიყვანა სახლში. ეგ ვერ გამოვა, შანსი არ არის. აი ლიზი მოდის. ლიზი რა მოიტანე? დაგინახეთ ფანჯრიდან მარტო რო იცხედით და მარტინის მსესულზი რა მოვიტანე. თან ცოტნე სახლიდან წივილ-კივილი გამოდიდა და ვეღარ გავუწელი. გახსენია ხო? აუ რამხელა მარცვლებია შიგნით. ყავაც არის, ამას მეწავიღებ რა. აუ ხელი არ ჩაყო შიგნით. ცუჩი კონდა წეხანთით. მონაწოდე მეც დავიღო. აუ დედა ჩემი იცი დღეს სამაგარი ტორტი გააკეთა, ძალიან ბევრი ჭამე სანამ აქ ჩამოვიდოდი. ომარიკო დედა შენის ყვირილიც გამოდიოდა თქვენგან, ეხლა რომ ჩამოვდიოდი კიბეებზე. ხო, ალბათ ანასტასიას ეჩხუბებოდა. თეკლა და ეგენი გუშინ მანქანით დაიმტვრდნენ და ალბათ მაგიტო. მაგრამ ანასტასია რო სახში არ არის. შეიძლება ისე ჩხუბობდა, ისე ჩხუბობენ ხოლმე დედები. ხო, ეგეც მართალია. ალო, ომარიკო, შენ შეჭამე ეს ტორტი? კი, ძალიან მაგარი გამოგივიდა ყოჩახ. აი, ყოჩახს მოგცემე. სტუმრებისთვის გამოვაცხე ბიჭო ეს ტორტი. ნორმალური ხარ შენ იმდენი ვიცვალე ტიტიდან. ამოდით უნდა მიგასწიკუდი რო სახში შენ. დაჩიშკნილია სულ ტორტი რა. აუ რა ხდება ომარიკო, ფერი დაკარგე. დარხეული მაქვს. ანასტასია, ვისელოდები? მიდი ხარ სადმე? ხო თეკლამ ხო მანქანა იყიდა. თუ უნდა გამომიადოს ახლა კაფეში მივდივართ გოგოები. მანქანით მიდიხართ? არა თვითფრინავი. ნელაიარეთ რა თეკლა შვილო გეხვეწები. აუ ვინდადი და არის ნერვულად ძალიან გიხოთია. აუ იცი რა მაგრავატარე. ეხლა მე მივყანი მამა ჩემი სახლში და ესე მითხრა გადადიდე მანქანიდან გული მაქვს შვილად წვიდათო. სიხარულით. კი უკვე დავწუნდი მაგაში. მანდ ვერ გახვარ ცალმხრივია. აუ რამე მითხარი? აღარაფერი. აუ ძალიან ცუდი მისადგომია თიკოს კორპუსთან. სუბუგორებია. აი დაიწყო. კაია ბუგორები. იქნებ მაგან მენ შეგაჩეროს. აგერ ერთ თიკო გაუჩერე. თიკო დაჯდები წინ? არა იყო ჩავჭდები უკან. შვებით, აუ თეკ ძალიან გიხდება მანქანა, შენ თავს პიცა ვარ. ხო თეკლას მანქანა უხდება და ორივე ერთად ქუჩებს უხდებიან. დაიძარი ახლა. აუ ყველაზე მეტად იცი რა მომწონს? ძალიან მოპრისკნული მანქანაა და ყველგან ეტევა. სტადიონი ხო იცით ჩემთან. მაგის კარებშიც კი შეეტე და ღამე სტადიონზე მიყენია ხოლმე. აუ ძალიან ჭკვიანურია ეგ. სტადიონზე ძაღლებიც ვერ შემოდიდა, მიფსმუნებიც არ იქნება ბორბლებზე. აუ თეკლა წინ იყური რა. თიკო ნუ ელაპარაკები შენ კიდე. ნელა მოხუცი ქალია წინ. რა საკეთებ? აუ ძალიან დავარტყინე და. დე შეხედე რამდენი ფული ვიპოვე. ამას ავიღებ. რა ფული იპოვე? მომეცია აქ. ეს მაგიდაზე მეტო მე. რამდენი ფული რა თქინდა მე? სახლი უნდა იყიდო? ვერა ხარ შენ რა 400 ლარი გვიზუყედია სახლი ვერ გავიგე გადასახადების ფულია ეს და ციგნების თბილისის ციგნის ბაზრობაზე მიდიხარ ხო? ეგრეც ვიცოდი. ადამიანმა რო კითხოს ფული არა გაქვს. მე ციგნების ფული ყოველთვის მაქვს ეს ერთი და მეორეც ციგნებს როკეთას ვერაფერს ვერ იყიდი ამ ცხოვრებაში რაღაცა ბრძულად გამომივიდა. ეგ ციგნების ის მასში არ არის ხოლმე? ეხლა რატომ მიდიხარ? ხო ეხლა ტარდება ციგნების ბაზრობა 10 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით ხო და თითქმის ყველა დიდი გამომცემლობა ეხლა იქნება გამოსული მაისში აღარ იქნებიან მე ეგენი რა ვიცი არც ინტელექტი არც სულაკაური არც ქარჩხალის გამომცემლობა და რა ვიცი კიდე
მახსოვს იქ დრამა. ეგ გამომცემელთა ასოციაცია დარეგისტრირდა რუსულ კანონზე და მაგის მერე ძალიან ბევრი გამომცემელი გამოვიდა მაგ ასოციაციიდან. ეხლა თვითონ აკეთებენ ბაზრობას აპრილში. ლოკაცია უცვლელია, ისევ ექსპო ჯორჯიაში, მე-11 პავილიონში. წაგიყვანო მარიკო, წამოხვა. არ მინდა. შაშან მან ვიღაც ინფლუენსერმა მკითხა, რომელიც წიგნი წაიკითხე ბოლოსო და მე რო უთხარი მათემატიკის მეთქი დამცინეს. კი, ვიცი, ვიდეოც ედო მაგ ინფლუენსერს, რო გაიცინეს და მე რო ბღავილი დაიწყე. იტა შერა წაიკითხი ბოლოს მე რო დამცინე. აბუ სახელი აღარ მახსოვს ეხლა. ამიტომ უნდა იკითხო ბევრი ადამიანმა. თიკლე სახშია მომშენი? კიდე როგორც მობილოპარეკეთი. ანასტასია მოსულა, რა ვახარ? კარგად ვახოძია თქვენ? რა ვიცი, შენ და ქალის ხელში. წოწონი, სუწოწონი, ახლა კიდე ეს მანქანა მოიგონა და რა მანქანა, ჩემთვის არაფერი არ უთქვამს. მანქანა მიყიდეო, აი ჩამაგაცო. რაღაცა ფული კი გვაქვს, მაგრამ ნაწილი გვაკლდება ახლა და ეხელოს ამ მანქანას საიდან მოუტანო ასე უცბად $1500. თან იმნაირი უხათრულია ეს. ყავანოთხო, ბიჭო იმას არ მოგიტუხებს. აუ ხომ მოგიტუხე იმ დღეს? კი, მამა, იმ დღეს, დეკემბერში. თიკლე სისხლი არ გიცდიათ? ცადით, მაგრამ ბანკები არ გვაწლევენ. არ ერიცხებ მამა ჩემს ხელფასი. უი, თიკლა, თქვენ რომელი ტელევიზია გაქვთ? ტელევიზია, Samsung-ი. ტელევიზია მეთქი. Silknet-ი. უი, ვახოძია, Silkbank-ში 500 ლარი ეს Silknet-ის მომხმარებლებისთვის. თავადი ტელევიზია, ინტერნეტი, მობილური ცნობარი კონდეს Silknet-ის და საერთოდ აღარ არის საჭირო, მე ხელფასის ცნობა და საბუთები. აუ, მართლა თუ ხადაო, ხო, Silk-ის აპლიკაციიდან მოითხოვ. აუ, please რა ესეთი ცუდად. აი, ხო, ცადოთ საღამოს. მიდი ერთ ყავა მომიდუღე რა წასასვლელი ვარ და. აუ, ძალიან მეზარება შენ მოიტუღე. ხედავ ბიჭო რა უხათრულია, ხედავ. აუ, შტები ხარ თიკლა. ძალიან ნერვიულობ, შემდეგი მე ვარ. კაი, დამშვიდი ეხლა. სამსახურის გასაუბრებას შედიხარ, რაც რაზე კი არა. აუ, ვაცრას ვიკეთებდი გახსოვს, ლამის რო ჩააგვდი ხელებში იმეკთანს. რიფსიხსენებ შენ კიდე. რო არ მიყვან იქვე გავიგვიდავ თავს. გურგინიძე თეკლა მოგზანდით. აუ, მიდი. და იგივე თუ გასაუბრებას თავიდან გავიგვიდო. გამარჯობა, დაბრძანდით. თეკლა ხო თქვენ? გახლა ვარ. ძალიან კარგი. თეკლა ჩვენ ნახეთ თქვენი CV, ფურცელი, რომელზეც სახელი გვერდა მისამართი ეწერა თქვენი. ამიტომ რამდენიმე კითხვას დაგისვამთ. გამოცდილება თუ გაქვთ? გამოცდილება ცხოვრებისეული კი ამ სფეროში არა. კარგით, რა გაძლევთ мотивაციას, რომ სწორედ ჩვენ სასტუმროში დაიწყოთ მუშაობა? мотивაციას ბევრი რამ აძლევს. პირველ რიგში ფული, ან ეს ღირება რაც მეკნება და მეორე რიგში ადამიანები. ანუ ეს სასტუმროდ აქ მოდიან სტუმრები და უეჭველო ვიღაცებს ყოფით და ძალიან მაგარი საჭირო მეკნება ხოლმე. ნება. კარგი თეკლა, ამჟამად დაგემშვიდობებით. დადებითი პასუხის შემთხვევაში დაგიკავშირდებით. კარგით? კარგად ბრძანდებოდეთ. რა მოდის ლევან? დურანო. როგორ ჩაიარა? თავის გაგუდო ხარ მოგიწია? არა, ძალიან საყვარელი ქალი იყო, დაგიკავშირდებით და ესე მითხრა. ჩემზე უკეთეს ვის ნახავენ ხადა? არა, შენზე უკეთესი უნდა იყონ, მიღადავები? ვიზუალი შენ არ გაკლია და ვიზუალი და რა ვიკიდე?